აფისულეს იყო სპორტის შესახებ. მადლობა დავით. სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობით წინანდლის ფესტივალი ფუძდება მაღალი ხარისხის კლასიკური მუსიკის მასშტაბური ფესტივალის დაარსების შესახებ სილკროუდ ჯგუფსა და ტურიზმის ადმინისტრაციას შორის დღეს მემორანდუმით გაფორმდა კომპანიის წარმომადგენლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა. შეხვედრისას აღინიშნა, რომ ფესტივალის ჩასატარებლად წინანდალში 900 სტუმარზე გათვლილი მუსიკალური დარბაზის, 60 ნომრიანი სასტუმროს, ღია ამფითეატრის, ბიბლიოთეკის, საკონფერენციო დარბაზებისა და მულტიფუნქციური სივრცეების მშენებლობა იგეგმება. პროექტი წინანდალში მუსიკალურ ფესტივალთან ერთად საერთაშორისო მუსიკალური აკადემიის დაარსებასაც გულისხმობს, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდული ორკესტრი ჩამოყალიბდება. მე როგორც ვერბიას მუსიკალური ფესტივალის დირექტორს, რომლის დაარსების 24 წლის წელს ვზეიმობთ, შემიძლია განვაცხადო, რომ მუსიკალურ ფესტივალში ინვესტირება ხელს უწყობს ფუნქციური ეკონომიკის ჩამოყალიბებას. მუსიკალური ფესტივალისა და აკადემიის დაარსება მნიშვნელოვანია როგორც საგანმანათლებლო, სახელოვნებო, ისე ეკონომიკური და პოლიტიკური მიმართულებით. წინანდლის ფესტივალი 2019 წლიდან დაიწყება და ყოველწლიურად გაიმართება. მოამბეთ 18 საათზე დღეს ამით დასრულებულია. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ. სასიამოვნო უქმეებს გისურვებთ.